მთელი ბავშვობა ადრე დაწოლაზე გვეჩხუბებოდნენ და ადრე რო წვევი ნიშნავს რომ რაღაც ყურება გინდა თორე ხა მაინდა-მაინც ხო და სუნატრულობდი რომ რამე არ შეიძლება რომ აი საბნის ქვეშ უყურო რაღაც გადაიფარო და უყურო აი რა ნატურაც მქონდა არც ერთი ის ნატურა არ აქვს ჩვენ შვილებს რა ხო ანუ ტელეფონში რაღაცა რამდენჯერ მიფიქრია რომ აიღო ტელეფონი დაურეკო ვიღაცას და თან უყურო რა მოხდა რომ უყურო ეგა ხო ჩვენ დროს ეს იყო რაღაცა ჩართა უყურო 28 წლის ვიყავი როცა ტელეფონში ინტერნეტი გერმანიაში შევიყვანი ანუ მანამდე არ არსებობდა რა ეს smartphone-ები ანუ კომპიუტერზე რო არაფერი თქვა ესეთი თამაში ქონდა რაღაცას ტელევიზორში უნდა შეგეერთებინა და ესე ტკ და ეს ტენისივით რაღაცა ბურთი უნდა დაგეჭირა და რა ერქვა მაგას რაღაცა ხმა ქონდა და ეს იყო ყველაზე და ზარულოვი ერქვა კიდე მანქანით პატარა ეს ყველაზე კაი და ჰოკეის ხო ჰოკეი ვაღუნავდით ამ გუშტებს და ეგ იყო ყველაზე კაი სათამაშო ჩვენთვის მაგრამ ესეც ვფიქრობ რომ ეგ კარგი იყო ვიდრე ხა მთელი დღე ტელეფონში როზე ხო არა ეგ რეალური თამაში იყო ჰოკეი იყო ძალიან მაგარი ესა ხო ის ფეხბურთელი იყო პრუჟინებზე კი, როგორ არა, მაგალითად გაგეძრომიალა თან ყველას კი არა, ყველა კი ვერ შვებოდა მაგას ერთი-ორი ისეთი მოსატეხი შესაძრომი კი, მაგარი რამე იყო და ის არ გქონდათ, მერე გამოვიდა უკვე ხელის გაჭეტევით იყო. ტეტრისამდე იყო. ნუპაგაძე ხო, ხო, ტეტრისის ნაირი ხო და ქათამი და კვერცხი და ეგ გქონდა მე ჰოკეი. ო, მაგისგან თვალე კარე დარბოდა აქეთ იყო. არა, ჰოკეი არ მქონა, ტეტრისი მახსოვს რომ ტეტრისი კი არა კვერცხები ხო ბეგე ანუ და მე რო ჩქარდებოდა კი და მან დამოვიდა რომ რაღაცა ქულამდე თუ ახვალ რომ მე ნელდება ხო და რაღაცები მულტფილმი დაიწყო სულ სხვა რეალობაში ცხოვრობენ ჩვენი შვილები შენიც ეგ ამბავდა და ჩემ მეუღლეს აქვს ბავშვობაში ჩემ ახალ წელს თოვლის ბაბუამ ბალიშის ქვეშ დამიდო კალკულატორიო და ყველაზე ბედნიერი ბავშვი ვიყავიო და ეხლა რო კალკულატორი აჩუქო შენ შვილს